ჯუთამდე მისასვლელი გზა აღდგება, მანამდე კი დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებით სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები მონაწილეობენ. აჩხოტის ნოახალციხე ჯუთა საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. პარალელურად მასშტაბური პროექტია დაგეგმილი ხადის ხეობაში. ვითარებას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ხეობა განვითარდეს ისე, როგორც ეს იყო ისტორიულად. ხადის ხეობის განვითარების გეგმა მზად არის. იგეგმება სოფლების აღდგენა, ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის განახლება. მუშაობა მიმდინარეობს პროექტებზე, რომელიც ხეობას კულტურულ მემკვიდრეობას შეუნარჩუნებს. უნიკალურ ხეობას აქვს პოტენციალი აღმოჩენად იქცეს არა მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენთან ერთად დღეს არიან დარგის სპეციალისტები, რომელთან ერთადაც გავდივართ კონსულტაციებს და აუცილებლად ჩვენ ყველა იმ სოფლის აღდგენით სამუშაოს განვახორციელებთ, რომელიც არის ამ ხეობაში. ასევე მნიშვნელოვანი არის მუნიციპალიტეტის როლი, რომ არ მოხდეს უკანონო ჩარევა ლანდშაფტში და ამ თვალსაზრისით სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მკაცრი და განსაზღვრული. ეს მასშტაბური პროექტის მხოლოდ ნაწილია, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და კულტურული განვითარების მხარდაჭერას. მათ შორისაა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი 23 კილომეტრიანი მაგისტრალური გზა, 5 გვირაბითა და 6 ხიდით. პროექტის ნაწილია საქართველოში ყველაზე გრძელი ქვეშეთიკობის გვირაბი, რომლის სიგრძე 9 კილომეტრია. ქვეშეთიკობის პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ საავტომობილო გზის მშენებლობას, არამედ პროექტი მნიშვნელოვანია თვითონ ხეობის კულტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. პროექტის ფარგლებში ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიება, მათ შორის განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და ასევე სხვადასხვა აქტივობები მოსახლეობის შესაძლებლობების განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობაც, რომელიც იქნება შემკვრელი ხეობისათვის. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში მოხდება ჯუთამდე მისასვლელი გზის აღდგენა. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტის ნოახალციხე ჯუთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა კვლავ დაზიანდა. პროექტზე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები მუშაობენ. ამჟამად მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები. შედეგებზე დაყრდნობით კი მომზადდება მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევაძიებითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. 10 დღეში დაახლოებით მიღებული იქნება შესაბამისი, უკვე დასრულებული იქნება შესაბამისი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები. დაახლოებით საუბარი არის ფერდის დამუშავებაზე, დაანკერებაზე და 150,000 კუბი მეწყრული მასის მოხსნაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სამინისტრო არაერთ მსხვილ პროექტს ახორციელებს.